და გამოშვების ბოლოს ქართული რარიტეტები ლონდონში ბრიტანეთის დედაქალაქის მუზეუმში ძველი ქართული მონეტებიდან ქეთევან დედოფლის მედალიონი ინახება. უნიკალური ნივთები რამდენიმე დღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაციამ დაათვალიერა. ლონდონის ამ ისტორიულ მუზეუმში უკვე მრავალი წელია ძველი ქართული მონეტები ინახება. მათ შორისაა დავით აღმაშენებლის დროინდელი მონეტაც. მე ახლა ხელში მიჭირავს მე-12 საუკუნით დათარიღებული დავით აღმაშენებლის დროინდელი მონეტა, მასზე თავად მეფე დავითია გამოსახული და ის ინახება ბრიტანეთის მუზეუმში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ერთადერთი ორიგინალი, რომელიც აქამდეა შემონახული. გადმოცემის თანახმად მონეტა თურქეთში ერთმა კოლექციონერმა იყიდა, რომლისგანაც ის ბრიტანეთის მუზეუმმა შეიძინა. აქვე აღმოაჩენთ თამარ მეფის დროინდელ მონეტასაც, რომელიც საკმაოდ უცნაური ფორმით არის შემორჩენილი. ბრიტანეთის მუზეუმს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნუმიზმატიკური კოლექცია აქვს. ფულის გალერეაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მონეტა ინახება. ქართული მონეტები მუზეუმის სასწავლო ოთახშია დაცული. ქეთევან წამებულის კუთვნილი მედალიონი კი მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ დარბაზშია გამოფენილი. არსებობს მოსაზრება, რომ მე-13 საუკუნით დათარიღებული მედალიონი თავდაპირველად ჯვაროსნული ომების ერთ-ერთ მთავარ სარდალს ეკუთვნოდა. წიხრული მინაგრით შემკული მედალიონის ერთ მხარეს წმინდა დემეტრია გამოსახული, მეორე მხარეს კი წმინდა გიორგი. მედალიონის შიგნით სხვადასხვა ეპოქის წმინდანთა ნაწილები ინახება. ამდენად ამ ნივთმა რაღაც ისეთი სრულიად ზოგადსაკაცობრიო და კულტურათა შორისი მნიშვნელობა შეიძინა ბიზანტიურ ქართულს და კიდევ ალბათ სხვა რაღაცა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისა. წარწერის მიხედვით ჩვენ ვარაუდობთ, რომ სანამ ქეთევან დედოფლის საკუთრება გახდებოდა მედალიონი, ბერძენი მთავარსარდლის მფლობელობაში იყო. ჩვენ ეს მედალიონი შევიძინეთ 1926 წელს და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ძვირფასი ნივთი ინახება ჩვენს მუზეუმში. სამინისტროსა და მუზეუმის წარმომადგენლები შეხვედრისას მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ახალ მომავალში ბრიტანეთის მუზეუმში ქართველი სპეციალისტების გადამზადება იგეგმება.